მოგესალმებით, ჩვენ ვიმყოფებით ქალაქ რუსთავში, მე PKTV ჟურნალისტი დავით თვალთვალზე გახლავართ, ჩვენ ჩავატარებთ გამოკითხვას მარჯვენა საჭიერ მანქანებთან დაკავშირებით. თუ შეიძლება ორიოდე შეკითხვით მოგმართოთ მარჯვენა საჭიერ მანქანებთან დაკავშირებით. თქვენი აზრით ნებადართული უნდა იყოს თუ არა მარჯვენა საჭიერი მანქანები საქართველოში? უნდა იყოს. რას უშლის ხელს? ეს ნორმალურია რო თქვა, რომ მარჯვენა რულიანები უშლის ხელსაო, მაგას თუ აგზალებენ ზეგ მარცხნივან გახდება და ამით მოაკდება რამე იმას პრობლემები განიტვირთება ქალაქი ისევე დარჩება ამ ხელა ფული მიუწია პატრონს ახლა ეს ჩემი შულის არის მაგრამ ვინც არ უნდა იყოს ამ ხელა ფული მიცემულებდა იმის გულისა გააჩერებს თქვენ როგორ ფიქრობთ მაგათ უქმნის თუ არა რაიმე დაბრკოლებას ქალაქის მოძრაობას მარჯვენა საჭიანი მანქანებით და როგორ უნდა მოვაგვაროთ ეს პრობლემები მოძრაობას უქმნის უტუნო ადამიანი განა მანქანა კი არა თუ ტვინით ატარებ არაფერ მოძრაობას არ უქმნის ხელს ჩემი პასუხი ეს არის თქვენი აზრით ტექნიკური დათვალიერება აუცილებელი არის თუ არა მანქანა და ეს საბუთი უნდა კონდეს თუ არა მანქანას? აუცილებელია ტექნიკური დათვალიერება, იმიტომ რომ ძალიან ბევრი გაუმართავი მანქანა დადის და თუ შეღავათიან ფასებში ან უფასოდ გააკეთებენ კაი იქნება ან შეღავათები, რომ შეამოწმონ ტექნიკური დათვალიერება ყოველთვის იყო და აუცილებლად საჭირო არის. რა აზრის ხართ ქალმძღოლებზე? ქალმძღოლებზე? ქალმძღოლებს ერთ ურჩევდი. როდესაც საჭესან ზიან, მაშინ მომუნდებათ პომადის წასობა, ტელეფონზე ლაპარაკი, მე თბილისში მოძრაობ, თბილისში მუშაობ და ძალიან მეშინია სულ ერიდები, უკიდან ქალი არ მომდევდეს, ან პატარა ბიჭი არ მომდევდეს, სულ იმის შეშივა. მაშინ მომუნდებათ ის პომადის გაკეთება, სათვალების გასწორება, მაკიაჟი გაკეთება, ყველაფერი მანქანასთან უნდა გააკეთო. არ შეიძლება, ქალაქი არის, უნდა ყურადღებით იყო, რომ არი შენ თავი სხვა თუ არ გიწევ, შენ თავი შეიბრალე. თქვენად იარო. დიდი მადლობა. თუ შეიძლება თქვენი თავი წარმოგვიდგინოთ? მე ვარ აჭკო ჯანელიძე. ცხოვრები ქალაქ რუსთავში. მოგესალმებით, მე გახლავართ PKTV ჟურნალისტი დავით თვალთვალზე, თუ შეიძლება გაგვეცანოთ. ნათია. ორიოდე შეკითხვით მოგმართავთ მარჯვენა საჭიერ მანქანებთან დაკავშირებით. თქვენი აზრით რაიმე დაბრკოლებას უქმნის თუ არა მარჯვენა საჭიანი მანქანები ქართულ რეალობაში მოძრაობას ქალაქში თუნდაც? მე ვფიქრობ, რომ არანაირი საფრთხე არ არის და არანაირ პრობლემას არ ქვნით ჩვენ მარჯვენა საჭის მძღოლები, საჭიანი მძღოლები. მე ვერ ხედავ მაგაში ვერანაირ პრობლემას. გიჭირთ თუ არა ეგრეთ წოდებული გასწრება თუნდაც ტრასაზე? არა, არანაირად არ მიჭირს. ვცდილობ ხოლმე, რომ ისეთ სიტუაცია არ შევქმნა საავარიო და მაგიტომ არანაირად არ ვხედავ მე მაგაში პრობლემას. თქვენი აზრით აუცილებელი არის თუ არა მანქანის ტექნიკური დათვალიერების მოწმობა? კი, რა თქმა უნდა, აუცილებელია საჭიროც არის და ხშირად ვაკეთებ ხოლმე ტექ დათვალიერებას უსაფრთხოების მიზნით. და ორიოდე სიტყვით რო გაგვესაუბროთ ლეგენდაზე ქართული ქალის შესახებ, რომელიც საჭესთან ზის. ეთანხმებით თუ არა? ნამდვილად ვეთანხმები, იმიტომ რომ ქალები საკმაოდ ჭკვიანი მძღოლები არიან. ბევრ მამაკაცს ჯობია, მე მგონი ქალი მძღოლი. კარგად გრძანდებოდეთ, ნახვამდის. თუ შეიძლება წარმოგიდგინეთ თქვენი თავი. გელა ჯანგულაშვილი. ორიოდე შეკითხვას დაგისვამთ მარჯვენა საჭიან მანქანებთან დაკავშირებით. თქვენი აზრით უნდა იყოს თუ არა ნებადართული მარჯვენა საჭიანი მანქანები საქართველოში? ჩემი აზრით დღევანდელი დან გადმოსახედით ისეთი მომენტია, ავარიული სიტუაცია ძალიან ისეთი იქმნება, მაგრამ დღევანდელი დაჭირებული ცხოვრებიდან გამომდინარე და ის მე ვთვლი რომ არ უნდა იყოს. რა დაბრკოლება შეიძლება მარჯვენა საჭიანო მანქანამ შეუქმნას ქალაქის მოძრაობაში სხვა მძღოლებს და რაში ხედავთ ამ პრობლემის მოგვარების გზებს? აი ძალიან ბევრი ნიუანსი არის. მე ახლა დიდი ხნის მძღოლი ვარ და რაღაცა და ისეთი ბევრი ნიუანსები არის, რომ თან ძირითადად არიან ახალბედა მძღოლები რა, ხო და აქედან გამომდინარე როცა ჩვენთან მარცხენა მოძრაობა და რაღაცა მარჯვენა მოძრაობიდან ძალიან ბევრ ავარიულ სიტუაციას ქმნიან რა. მანქანის ტექნიკური დათვალიერების საბუთთან დაკავშირებით უნდა იყოს თუ არა აუცილებელი? აუცილებელი უნდა იყოს. აუცილებელი, მაგრამ ეხლა ევროპაშიც ნამყოფი ვარ და რაღაცა და ძალიან იქით სხვა დონე არის რა. ანუ ეს თვითონ ეს ტექნიკათვალიერებაც ეს უნდა დახვეწილი იყოს და საჭირო აუცილებლად რა.
ორიოდე სიტყვით თუ შეგიძლიათ ისაუბროთ ქალმძღოლებზე. მაგას კომენტარის გარეშე დავტოვებ, იმიტომ რომ რა ვიცი, ახლა ამ ბოლო დროს თითქმის 60% უკვე ქალები დადიან რა და ნუ მაგ შემთხვევაში ვერ შეადარ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მაინც ძალიან ბევრ ავარიულ სიტუაციას ქმნიან რა და ეს იქიდან გამომდინარე არის, აი პრობლემას მე რაში ვხედავ, იცი? მართვის მოწმას რო იგებენ, ძალიან მოკლე ხანი მარტო ის არ ყოფნის რა, იმაში რა ქვია, პარკოვკის მანევრის გაკეთება, არ ყოფნის კიდე იქ რაღაცა მანევრის გაკეთება რა. ეს უნდა იყოს აი ქალაქში უნდა იარონ რა, აი ამ ძღოლებმა რო ცოტა რაღაცა ისენი აითვისონ, რა ქვია, გამოცდილება და ის იმას აკრან, თორე იქ ეგ არ ყოფნის და იქიდან გამომდინარე ძალიან ბევრ ავარიულ სიტუაციას ქმნიან რა. მოგესალმებით, მე ვარ პეკატივის ჟურნალისტი დავით თვალთოზე, თუ შეიძლება წარმოგიდგინეთ თქვენი თავი. თეგურაზე ვარ და მძღოლი ვარ, ტაქსის მძღოლი ვარ ძმა. თქვენი აზრით ნებადართული უნდა იყოს თუ არა საქართველოში მარჯვენა საჭის მქონე ავტომობილები? მარჯვენა კი. რა დაბრკოლება შეიძლება შეუქმნას მარჯვენა საჭიანმა მანქანამ ქალაქის მოძრაობას? მარჯვენა რა ვიცი, ქალების რა ვეთქო მაგაზე. ვერ ვეთქო რა მაგას სიტყვაზე მაგრამ. რა აზრის ხართ მანქანის ტექნიკური დათვალიერების პასპორტის შესახებ? როგორ? უნდა შემოიღონ თუ არა თქვენი აზრით? კი. და ორიოდე სიტყვით თუ შეგიძლიათ ქართულ ქალმძღოლებზე გაგვესაუბროთ. ბატონო? ქართულ ქალმძღოლებზე რო გაგვესაუბროთ ორიოდე სიტყვით. რა ვიცი, ვერ გეტყვი ძმა მაგას სიტყვებზე. ორიოდე შეკითხვით მინდა მოგმართოთ მარჯვენა საჭიანი მანქანების თაობაზე. თქვენი აზრით ნებადართული უნდა იყოს თუ არა მარჯვენა საჭის მქონე ავტომობილები საქართველოში? იცით რა არის, ძალიან ძნელია მაგის თქმა. იყოს თუ არ უნდა იყოს, როგორ გადაწყვეტ, ეს ხო ვიღაცამ გამოუშვა, ხო? ეს ხო ვიღაცამ შექმნა, ხო შემოვიდა, როგორი საქმე ახლა შენ? ის ან გაუქმო, იმან ხომ მრავალათასიანმა კაცმა ეს იყიდა. ისე უნდა დაარეგულირონ და არც ის იყოს და არც მე იყიდა იმას აქვს, ხო მან ხო თანხა გადიხადა რა ქნას იმ კაცმა. დღევანდელ რეალობაში თქვენი აზრით როგორ ერგება მარჯვენა საჭის მქონე ავტომობილი თუნდაც ქალაქის მოძრაობას? ალბათ ჩვეულებრივად, ალბათ, იმიტომ რომ რახან დადის და რახან უძლებს, იგი ჩვეულებრივი ამბავია. რა აზრის ხართ მანქანის ტექნიკური დათვალიერების შესახებ საბუთის შემოტანის აუცილებლობასთან დაკავშირებით? კარგია, მაგრამ ხალხს არ აქვს იმის საშუალება, რომ მაპატი ახლა უცენზურო სიტყვა უნდა ვიხმარო. იცით რატომ? ადრე იყო ეს ყაჩაღთა სამყარო, რომელიც რომ სოფელში ვერ წავედ, იმიტომ რომ ტექგაცვალება არ გამიკეთეს, რომ გაეკეთებინა და მე რო ფული გადამეხადა. აი ეს იყო ასე. ახლა გახდება ისევე. ღარიბი კაცის ჯოხის სამწმელეს ტექდათვალ განაცუდია, მაგრამ ღარიბი კაცის ჯოხის საწავიდეს კაცი, რომელიც დამოკიდებულია იმ ერთ რაღაცაზე, ხო? საწავით იცის კაცი. რომ ვიღაცა ყაჩაღს კიდევ ყაჩაღობა დაუმატო და კიდევ ფული მიცეს. ეგ ნორმალური საქმე არაა ქვეყნის სასარგებლოდ არის. შეიძლება ვიღაცა გამდიდეს, მაგრამ ჩემნაირი და შენაირი კაცისათვის ძალიან ცუდია ეგ გაგითავარ მე. რა აზრის ხართ ქართულ ქალმძღოლებზე? როგორ ქალმძღოლებზე რა აზრის ხართ ქართულ? ქალმძღოლებზე, ჩვეულებრივი მოვლენა, მე რა არ მადის. არ გიქნიან რაიმე დაბრკოლებას მანქანის მოძრაობის დროს? ისეთივე მოაზროვნიან რომ ყველა ჩვენთაგანი კაცო რა, მე რა. ანუ არ ეთანხმებით ლეგენდას რომ ქართველი ქალი მძღოლები ცუდი მძღოლებია? არა, იცით რა არის, არასწორი აზრია. ის აზროვნებს სხვა, თუ კი ქალი შეიძლება პროფესორი იყოს, თუ კი შეიძლება კაცი დოცენტი ქალი იყოს, რატო არ მეყო მძღოლიც, რა არის გაუგებარი და რთული. ძალიან დიდი მადლობა, თუ შეიძლება თქვენი თავი რო წარმოგიდგინოთ. მიხეილ დუღაშვილი. ჩვენ ჩავატარეთ გამოკითხვა ქალაქ რუსთავში, გავიგეთ თუ რას ფიქრობდა მოსახლეობა მარჯვენა საჭიან მანქანებთან დაკავშირებით და ქალმძღოლებზე. სპეციალურად პეკატივისთვის დავით თვალთვაძე და თემურ ლაგვილავა.